ყველაფერი ერთად არის, ხო, ეხლა რამდენიმე მიზეზია, თქვენ ჩამოთვალეთ კიდევაც, გარდა ამისა არის აქ ვაჭრობა მარტო პარტიებთან არ არის გასახსნელი, ხო? ვაჭრობა არის გასახსნელი მათ შორის დასავლეთთანაც. საერთოდ, როდესაც ესე რომ ვთქვათ, რეჟიმში შედიხარ, ხო, ძალიან ისეთ ხისტ რეჟიმში, გაქვს შენ კონკრეტული ამოცანები იმისათვის, რომ რეჟიმი გაამყარო, მაგრამ იმისათვის, რომ აი შეინარჩუნო ყველაფერი და ამის ლეგიტიმაცია მიიღო, ხო, მათ შორის ესე რომ ვთქვათ, გარე აქტორებისგან, რა უნდა გააკეთო? ვაჭრობის გახსნის დროს რაღაც კომპრომისად ხო უნდა წახვიდე, ხო? ანუ ეს არის კომპრომისი ოცნების მხრიდან უბრალოდ შეფუთეს ვადებით და პროცედურებით. შესაბამისად აუარესეთ მდგომარეობას, ისეთ რაღაცებს შემოყრი, რაც პრინციპში მაინც და მაინც არ გაინტერესებს და არ არის მნიშვნელოვანი, რომ თუ ვაჭრობა გაიხსნა, მე ვითომ აი ის რაც არ გაინტერესებს და თქვა რომ აი ეს 10 თემაა, 10 და 5-ს დავთვალ, 5-ს ვერ დავთვალ, მაგალითად, ხო? აი ესეთი, ესე რომ ვთქვათ, სქემაა ვაჭრობაში დამახასიათებელი. პარტიებს არ აუკრძალავ, მაგრამ აი ამას არ გავაკეთებ, მაგრამ სამაგიეროდ აი რაღაცებს დავტოვებ, ხო? ანუ ესეც არის ამასთანავე აი ეს მუდმივად შეტევაში რომ უნდა იყვნენ, ხო? იგივე საარჩევნოთ ეხლა ეს პროცესი რომ დაესრულებინათ არჩევნებამდე არჩევნებზე რაღაც უნდა შეპირდნენ, ხო? ამიტომ არჩევნების შემდეგ გადადება ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდება. აი ეხლა აგვირჩიეთ და აი ერთ თვეში ამათ ესე რომ ანუ სულ რაღაც რამდენიმე თვიანი, ერთწლიანი ფაქტობრივად პაუზით ისევ იგივე დაპირებით შედიან არჩევნებში. ესეც არის, გარდა ამისა არის გარკვეული პრესინგი პარტიებზე, ხო, ეხლა ჩვენ დღევანდელი პოლიტიკური კლასი ოპოზიციური არც თუ ისე ყოჩაღია, მოდით ესე ვთქვათ, ხო, საკმაოდ მოწყვლადები არიან ხშირ შემთხვევაში, აი პროკურატურა, დაჭერა, ესე რომ თამაშიდან გასვლის რისკებთან დაკავშირებით საკმაოდ მოწყვლადები არიან და ვიღაცას დათქმულავენ, ვიღაც დემორალიზაცია მოხდება, ბევრი ამოცანაა ამ ყველაფერში ჩადებული და ეხლა როდესაც რეალური პროფესიული პოლიტიკა მეორე მხარეს ფაქტობრივად არ არსებობს, მოდით ესე ვთქვათ, ხო? და არც რაღაც მორალური ესე რომ ვთქვათ სიმყარე არ არსებობს, ესეთი კატათაგობანას თამაში ბიზნესთვის საკმაოდ გაიოლებულია. ანუ ამოცანების მთელი წყება, რაც ჩამოგითვალეთ, ხო? ამ ყველაფერს აქვს თავისი ყავს უბრალოდ თავისი მომხმარებელი რა. ამ ყველა мотивაციას და ისინი თამაშობენ სულ შეტევაში არიან, თვითონ ქმნიან დღის წესრიგს. აი ოპოზიცია ფაქტობრივად დღეს რა პოზიციაშია, ხო, არის კომენტატორის პოზიციაში. კომენტატორის პოზიციას ვერ გაცდე. ხელისუფლება რაღაცას გააკეთებ, გამოდიან ესენი მე იჭუჭხუნებენ ეთერებში, ხო, თითქოს ეხა არ ვიცით ხელისუფლება და ესე რომ ვთქვათ, რამე გვიკვირს უკვე არაფერი არ გვიკვირს და ეხლა მათი კომენტარები ამას მაინც და მაინც არ ჭირდება, მაგრამ კომენტატორებად იქცენ, ან უცხოეთში წავლენ, ბრიუსელში სელფებს გადაიღებენ, გამოგზავნიან, რომ რაღაც მიეტმასნონ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც განხორციელდა ლონდონში ან კიდე სადმე, ხო? ამბობენ, რომ მათი წვლილია ამ გადაწყვეტილებებში, მათ შორის სანქციების თემაში. კი ბატონო, ეს კარგია ყველაფერი, მაგრამ ეხლა ჩვენ ხშირად გვისაუბრია დიანა იმაზე, რომ რეალურად მათი მთავარი პრობლემა არის ის, რომ უზარმაზარი ენერგიაა დაგროვილი საზოგადოებაში საპროტესტო, ხო? ამ ენერგიას შეუძლია, რომ ეს ხელისუფლება შეაკავოს და დაასუსტოს ძალიან, მაგრამ ეხა იმას გითხარი და გაგიმეორებ, თქვენ გინახავთ ომი მოგებული სარდლობის გარეშე და სარდლობა საერთოდ უარს აცხადებს სარდლობაზე რა. უარს აცხადებს საერთოდ ინტეგრაციას ვერ განიცდის პროტესტთან, არაფერს არ აკეთებენ იმისათვის, რომ აი კაპიტალიზაცია მოახდინონ, აკუმულირება მოახდინონ ამხელა ენერგიის, ხო, ეხა რამდენი მარში ვიხილეთ ჩვენ, აი წარმოიდგინეთ ჩვენ რამდენი სოციალური და პროფესიული ჯგუფის მარში ვიხილეთ. პოლიტიკოსების მარში დაგაკლდათ. რომელიც ამას ყველაფერს თავს მოუყრის და ერთიან დიდ დინარებად აქცევს. ეს ძალიან დიდი ძალაა, ამას ერთერთი ხელისუფალი ვერ გაუძლებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ
პოლიტიკურ კლასს არ აქვს ნდობა, ხო? აღიარება არ აქვს აი ამ ხალხისგან. და ეს არის პრობლემა და ნაცვლად იმისა, რომ ამ პრობლემაზე ფიქრობდნენ, ну, სულ ან გარეთ გადიან, ან ხელისუფლების კომენტირებას აკეთებენ, ან ერთმანეთს ააყრიან ხოლმე დრო და დრო. და ბიძინამ ეს ძალიან კარგად შეისწავლა და ეთამაშებენ ყატათაგუბანას, ხანამ თემა შემოუგდებს, ხანიმ თემა შემოუგდებს. და ესენიც მიყვებიან ამ დინარებას ხელისუფლება რაღაც სისულელე შემოაგდებს და გამოდიან ესე 100 კაცი დაждდება და ეს რა სისულელე გააკეთეს ან რა მავნებლობა გაავიგეთ ბატონო კომენტირება ჩვენში მეძახ თქვენს მშვენივრად შეგვიძლია და არ ამგონია რომ მათზე უარესად ვალაგებდეთ ამას ყველაფერს იმოქმედეთ მეგობრებო თქვენ პოლიტიკოსები ხართ კომენტატორები კი არა ხართ იმოქმედეთ ხალხს რა პრეტენზია აქვს თქვენთან გაარკვიეთ და მიაღწიეთ იმას, რომ გაღიარონ. კი ბატონო, მინდა კითხოთ აუცილებლად ბატონ გიამ. ერთი წამით. კი ბატონო. ადრე თუ არ გავასწორი, არ გასწორეთ. მინდა ვილაპარაკოთ გუშინდელ მოსმენაზე, რითი იყო საინტერესო, იმიტომ რომ ასევე ამან ახალი თემა წამოიწყო, ეს თქვა წამოვიდა ასპარეზზე, ეს არის ზოგადად კომისია, კარგი, დავურეკოთ გია ხუხაშვილს თავიდან და შემდეგ დავსვამ კითხვას. გია ხუხაშვილთან ერთად ჩვენ ვლაპარაკობთ გუშინდელ მოსმენაზე, საგამოძიებო კომისიაზე და ასევე ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ პროცესზე. იმედი მაქვს, რომ ბატონი გია დაბრუნდება. გია ხუხაშვილი არის ჩვენი სტუმარი, პოლიტიკის ექსპერტი, ჩვენ ვლაპარაკობთ კი ბატონო, ბატონ გია. მინდა ვილაპარაკოთ გუშინდელ სხდომაზე, რითი იყო საინტერესო, მიიღო თუ არა მისთვის სასარგებლო ინფორმაცია პირველ რიგში საზოგადოებამ და გახარიას მხრიდან რამდენად სწორი იყო ამ სხდომაზე მისვლა, იმიტომ რომ ეს არის გარჩევის თემა და მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ფაქტობრივად რაღაცნაირად გახარიას უთხრეს, რომ მათ წიაღში მის ადგილს დიდად ვეღარ ხედავენ, ასე შეიძლება ითარგმნოს, ხლა არც გახარია არ მიისწრაფვის ახლა ამ წიაღში ადგილის დასამკვიდრებლად, აი ეს პრობლემა, დილემა კომუნიკაციის მათ მუდმივად ჰქონდათ, მაგრამ კომისიის თემამ კიდევ უფრო ეს ვთქვათ გააფართოვა. ხო, ну, რაც შეეხება კომისიას, ხო, ну, ეხა გასაგებია, ხო, უტიფრობის დოღია იქ, ესე რომ ვთქვათ, კომენტარები წინასწარ დაწერილია, ხო? ეხა გახარიას სულ მარგალიტები რო ეფრქვია იქ, ისინი მაინც იტყოდნენ, რომ იქ რაღაც აი წინააღმდეგობრივია ის, აი ამ ეპითეტებით აბსოლუტურად არაპროფესიონალური ჭორაობის დონეზე კითხვები იყო, ძირითადად, ხო, აი იმ ოთახში ვინ იყო და მე მოვედი და გითხარი, აი ამ დონეზე, ხო? ლაღმობა შესაბამისად შინაარსის გამოტანა მით უმეტეს როცა 6 და 7 საათი გრძელდება როგორც წესი მთავრდება ხოლმე ფრეთი და ეს მოხდა ხო იქიდან ეხლა არც ვერ შინაარს ვერავინ ვერ გამოიტანს და არც რამე ნიუსი ეს იყო ფრედ წულუკიანსა და გახარიას შორის იმიტომ რომ იქი ბევრნი იყვნენ მაგრამ წულუკიანი იყო ეს ვთქვათ საკვანძო ფიგურა შეიძლება გახარიამ რაღაც აქედან დაკარგა, მაგრამ ქართულ ოცნებაზე ამ კომისიის სხდომით არაფერი არ შეუძენია ახალი, უბრალოდ დასკვნაში მე რაღაც უნდა იმას ჩაწერენ, ეხლა ხო ეს დასკვნაც მე მგონი უკვე ზოგადად მისვლის თემა, იქნა აქტიური როგორც აღიარება მისი მხრიდან პარლამენტში. რაც შეეხება მისვლის თემას, მე ეხლა დასამალი რა მაქვს ხო გუშინ წინ მე მქონდა ესე რომ ვთქვათ, საჯარო შეთავაზება, იცით რომ მე ბოლო 2-3 თვის განმავლობაში პოლიტიკოსებს ნაკლებად ხვდები, მანამდე საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია მქონდა, იმიტომ რომ გაბრაზებული ვარ ხო, მეც ხა ადამიანი ვარ და ნერვები მაქვს, რასაც ვქი. ანუ გაუბრაზდით ოპოზიციას? ხო, ну გაბრაზება გულდაწყვეტა, რა ვიცი, როგორც მინდა დაარქვით, იმიტომ რომ ну მაქვს ჩემი მოსაზრებები ბევრ რამეზე. და მათ უმოქმედობაზე მოდით ესე ვთქვათ, ხო? ხო და საჯარო შეთავაზება გავაკეთე მე გუშინ გახარიაზე, არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა.
მე ვთქვი ესეთი რამ, რომ ეს კატეგორიული არ მისულაც ისა არ მისულაზე განაცხადიც არ მგონია რომ ეს სწორი იყოს. გახარიას შემთხვევაში, მაგრამ მას უნდა ეთქვა მარტივი რაღაცა, რომ ის არ აღიარებს ამ კომისიას და სხვა შორის პრეამბულაში წავიკითხე, დაიბარეთ გომელაური, დაიბარეთ. ბევრი რაღაცა გაიმეორა, ხო? ხო და რომ მაგრამ საზოგადოებას ცემს პატივს, საზოგადოებაში კითხვები რადგან არსებობს აი ამ 20 ივნისთან დაკავშირებით, ის მზად არის, რომ აი ამ არალეგიტიმურ კომისიასთანაც კი ითანამშრომლობს იმ პირობით, თუ იგივე კომისიაზე იქნებიან დაკითხულები, ესე რომ ვთქვათ, გომელაური, სხვა აქტორები, ხო იქ რაზმის ხელმძღვანელი და ეს შემდეგ, თუ ისინიც იქნებიან მოწვეული, რაც თავარია ბიძინა ივანიშვილი და კობახიძეც, რა თქმა უნდა, თუ აი ესეთი განხილვა შედგება, ის მზად არის ითანამშრომლოს. და თუ მათ მოწვევას კომისია არ აპირებს, მაშინ ამ ფარში მონაწილეობას გახარიაც არ მიიღებს. ეს იყო ერთი ვარიანტი და მეორე უკეთესი ვარიანტი, რომ გახარია რომ მივიდა და თავიდან სხვა შორის პირველი ტექსტი ძალიან კარგი ქონდა, სწორი აქცენტები დასვა, ხო, ისაუბრა რომ კომისია არის არალეგიტიმური, ისაუბრა რომ საზოგადოებას ცემს პატივს, თქვა რომ კონტექსტის უკეთ აღსაქმელად დაიბარეთ ივანიშვილი და კობახიძე. ხო და აი აქ უნდა დაემთავრებინა. ეხლა გამეცით პასუხი, თქვენ ამ ხალხს დაიბარებთ თუ არ დაიბარებთ? იმიტომ რომ თუ თქვენ ამათ არ იბარებთ, მე ვთვლი რომ ეს არის ფარსი და ვდგები და მივდივარ. აი აქ უნდა დაემთავრებინა. ბუნებრივია ისინი ვერ არ ეტყოდნენ რომ იმათ დაიბარებენ, ეს უნდა ამდგარიყო და გამოსულიყო. ყველა შემთხვევაში ის იყო 100%-იანი მოგებული ამ თამაში, ხო? მოგებული, მთავარი ნიუსი იქნებოდა ეს, ხო? სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაინახავდნენ რომ შორიდან ეს ბაქი-ბუქი და აი არ ვითანამშრომლებდა რაღაცა არასწორია და ჯობია მტერს ყოველთვის თვალებში ჩახედო და ძალის დემონსტრირება ისე მოახდინო ვიდრე დისტანციაზე თქვენ რა ვერსიასაც ყვებით ეს იყო მისულიყო და აერია და მივიდა და რაღაცა 6 საათიანი ჭიდილი იყო კითხვა პასუხის. აი აქ გახარიას უკვე შეექმნა პრობლემა. არ უნდა დარჩენილიყო. კი ბატონო, იმ წუთას შეიძლება არ გამოსულიყო, მაგრამ იმდენი იდიოტური კითხვა დაიშვა, მან ერთი-ორჯერ თქვა კიდევაც ავდგები და წავალ. ნებისმიერ მომენტში ის რომ ამდგარიყო და დემარში მოეწყო. ნებისმიერ მომენტში ეს უკვე ჩაითვლებოდა, რომ ვერ გაუძლო იქ რიგით ალუდა ღუდუშაურს ან ასე შემდეგ. არა, იქ იმდენი სატოპკე აუწიეს, იმდენი მომენტი ქონდა, მე კი არ ვამბობ, რომ ნებისმიერ მომენტში ეხლა სწორ ადგილზე წამოსულიყო, ხო? ბევრი მომენტი ქონდა მას, როდესაც მას შეეძლო ეს დემარში მოეწყო. ეს დემარში გახდებოდა მთავარი ნიუსი, ამით მოხდებოდა ესე რომ ვთქვათ, ძალის დემონსტრირება გარკვეულწილად, არა დისტანციაზე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეხლა დღეს აი რა მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში. ესენი ცალკე ლაპარაკობენ თავის ტელევიზიებში, ოპოზიცია ცალკე ლაპარაკობს, ხო? ცალკე ლაპარაკობს. თითქმის არ არის შეხვედრის სივრცეები. ჩავთვალოთ, რომ კომისია იყოს პირდაპირ კლინჩი რინგზე არ ყოფილა. და რინგზე შენ უპირატესობას და ძალის დემონსტრირებას მოახდენ, ხო? აი ამ ტექნიკურ და აი ესე ძალიან ისე რომ ლაპარაკობს და დაწყობილად ჭალებში, ხო და აი თე არა მაგარი არა ეს არის რა, ის მაგარია აი ესეთ სიტუაციებში, თორე რა მაგარია მე მკითხეთ რა. ხო და ისა რა ქვია აი ეს სხვა სიტუაციებში ყავთ ნანახი უფრო სუსტად ბევრ სიტუაციაში მყავს ნანახი რა. ხო და მე იმის თქმა მინდა რომ მას შეეძლო იქ ძალის დემონსტრირება. ძალის დემონსტრირებით ესე რომ ვთქვათ დემარშის მოწყობა. ყველაზე კარგი იყო ეს მომენტი რომ მას ეკითხა კომისიისთვის აპირებენ თუ არა 20 ივნისის პოლიტიკური პასუხისმგებლობის რა ქვია პოლიტიკური და ესე რომ ვთქვათ სამართლებრივი აქტორების მოწვევას თუ აპირებენ თუ გვინდა რომ საგნობრივად გავარკვიოთ რა მოხდა 20 ივნისს მაშინ მე მივიღებ მონაწილეობას და თუ თქვენ მარტო მე მიბარებთ და მათ მოწვევას არ აპირებთ, მაშინ ეს არის ფარსი და სპექტაკლი, საზოგადოებაც ვერ მიიღებს ესე რომ ვთქვათ საკმარის ინფორმაციას იმისათვის რომ გაირკვეს ეს საკითხი და მაშინ აზრი არა აქვს ეს ხავშურის გამოჩნდა იმაშიც რომ აი დაუშვათ იგივე კობახიძე
ესე რო ამბობდა რაღაცას, ხო, თეატრალიანმა უპასუხო, რომ საერთოდ საქართველოში არ იყო კობახიძე, აი პირდაპირ თხუილი გამოაცხო. კი ბატონო, წინადღით იყო, მე კარგად მახსოვს, იყო მეტიც არა რესტორანში, არამედ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში იყო შეხვედრა და მეორე დღით გაფრინდა ბაქოში. რა თქმა უნდა, სურათებიც გვაქვს, ნანახი გვერდი. კი ბატონო, იმ დროს როცა გავრილოვი იჯდა თავმჯდომარის სკამში, კობახიძე იყო ბაქოში, თუ მე მგონი სწორად მახსოვს, ბევრად აი ამ ფიგურანტებზე და წინადღით რა თქმა უნდა მასპინძლობდა შამპანიურით ხელში პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში იყო მიღება ამ კონფერენციის ფარგლებში. კი ბატონო, ბატონ გია, მადლობა პრინციპში გარკვეულწილად გასაგებია თქვენ როგორ ხედავდით, როგორ დაინახეთ გუშინდელი დღე. ჩვენი